და მიეცი მე იქ რაღაც პატარეს იმის აკადემიაში ვარჩი, ხო? მე გამოდიოდა 400-500 სროლა გამოდიოდა. ბოლოს 2 წლის მერე ხელი ისე მქონდა, რომ აი თვალდახუჩოს რო გესროლა მოწ. აი კალადულში რა, ხუთი ასე მიდიოდა და ყველას დიდი განსხვავება რაც იყო პროფესიონალიზმი. აი ყველა სახე ვისაც ველაპარაკე ამ ევროპელ მოთამაშეებს, აი საფრანგეთში ყავდა და ამათ შორის აი პროფესიონალში განსხვავება არის, ავი ცადა დედამიწა იყო იმ პერიოდში. გამარჯობა, მორიგი ეპიზოდი. ჩვენი სტუმარია აქვსენტი გიორგაძე, ვინც არ იცის და მე მგონი ესეც ძალიან ცოტაა. ჩვენი ნაკრების, ესე იგი, დასაწყისიდან მყოფი ბორჯღალოსანი, რომელსაც გადასარევი კარიერა ჰქონდა, დამატებით მე შემდეგ დარჩა საფრანგეთში და იქ კიდე გააგრძელა ყველაფერი, რაზეც მოგვიყვება. ეხლა ცოტა ხანში აქვსენტის მივცემთ სიტყვას, მანამდე მოგიწოდებთ გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, აქვე არის დონაციისთვის ანგარიში, რისიც იმედი გვაქვს. კაი, დავიწყოთ. მიშა, რაღაც კითხვები გვაქვს. ჯერ ეს ერთი დიდი მადლობა რომ მოხვედი, იმიტომ რომ შენი ნახვა აქ ძალიან ჩვენ შევხვედრი ვართ, ეხლა ბორდოში შევხვდით მაშინ რაღაცა და სულ გადევნებდით თვალყურს როგორც შეგვეძლო შენ კარიერაზე და მოდი ეხლა ეგეთი რაღაც მოგვიყევი წესიერად რა, უკვე რა ეს ჭორების კი არა, ზუსტად ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ქედი, იმიტომ რომ პირველ რიგში გვეიმედება რომ რაღაცა შენ ჩაქრთეს ეხლა ასე თუ ისე ახალმა ხელმძღვანელობამ რაგბის კავშირის. ხო, მე მინდა თქვა რომ ცოტა რთულად ზრელად მოსახელთებელია, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა უკვე ორი ბორჯღალოსანი, პალიკო და ილია. ხო და შენთან კონტაქტი ცოტა გართულებული თვალსაზრისით რომ აქ ფიზიკურად იშვიათად ხარ ხოლმე იქით ხარ და აქედან გამომდინარე რომ ჩვენ არ შეგვეძლო ამ შესაძლებლობით არ გვესარგებლა და დიდი მადლობა შენ მაგისთვის. დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მზად ვარ პასუხი გავცე ყველა კითხვას. აი ჩემო აქვსენტი, ჩემო კარგო, ეხლა ისე რთულია ჩვენი კონტაქტი როცა იყო აქვსენტის არ ვეძახდით გლობუსას, მაგრამ ხო ესე იგი მას შემდეგ რაც შენი პირველი ბორჯღალოსნები თქვენ ახართ ეხლა ეს ადამიანები, მაშინ მანამდე ბორჯღალოსნები არ იყვნენ. მაშინ სხვა კი იყო ნაკრების თამაშიც ქონდა, მაგრამ მაშინ შევარდენი ეხატათ გულზე და ბორჯღალოსნები, პირველი ბორჯღალოსნები ხართ თქვენ. ხო და პირველი მსოფლიო თასის მონაწილე შეხარ ჩემი ბატონი. ეს ძალიან საინტერესო კარიერა რა თქმა უნდა და ის რაც ხდება საინტერესო თუ კი რამე ხდება ქართულ რაგბში თქვენი დაწყებულია ეს და თქვენ ჩაყარეთ ეს ძლიერი ეს თესლი და რომელიც უნდა ეხა წყალი უნდა მივასხათ რა რომ შემდეგ განვითარდეს ეს ყველაფერი და გითხარი აი შენი კარიერის დასრულების როგორც მოთამაშის დასრულების შემდეგ ბევრი რამე ჩვენ შეიძლება მაყურებელმა არ იცის შენ შესახებ. სად, როგორ, როდის, რა სტატუსით, რას აკეთებდი და ასე შემდეგ. ესე იგი კარიერა დავამთავრე 2011 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. და რომ დაბრუნ მსოფლიო ჩემპიონატიდან სამედიცინო ჯოკერი, ამნაირი სტატუსი არის, ესე იგი თუ რომ გუნდის მოთამაშე ემთხვევა, სამედიცინო ჯოკრის ესე იგი როლში აღმოჩნდი ტულუზაში. სას დეკემბრის ბოლო იყო, 2 ნომერი ყავდათ სამხრეთ აფრიკელი, ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ჭირდებოდათ მოთამაშე. ფორმაში ვიყავი, მე ვთქვი რატომაც არა, ტულუზა არის. ამნაირი შანსი ხელიდან გაშვება არ შეიძლება და მოვაწერე ხელი ტულუზაში. ან ტულუზაში აღმოჩნდი სხვა სამყაროში ხვდები იქეთ რა, ყველა ნაკრების მოთამაშე ძალიან ბევრი, თვითონ მწვრთნელები ძალიან გამოცდილები და ისე მოხდა რომ საფრანგეთის ნაკრებმა მორკინალების მწვრთნელად ახალი ის მინდა რომ შემოვიტანო რა, ხო არის ასე ჩვენთან შერკინების მწვრთნელი და შერკინების მწვრთნელი არის რაღაცა მარტო შერკინებას რო ავარჩევს და იქ ხო არის კიდე რაღაცა აუტი წარსამაშა რაღაცა და აი მორკინალების მწვრთნელი ხო ფორვარდი იქნება რომ ყველა სფეროს მოიცავს ამნაირი და ამ მორკინალების მწვრთნელი იყო იანიკ ბრუ, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან მოაწერა კონტრაქტს ხელი, ოღონ ჰქონდათ ამნაირი რაღაცა ქვია მოლაპარაკება რომ სეზონის ბოლომდე უნდა რჩენილიყო გუნდში.
6 ერთზე ღებულობდა მონაწილეობას სეზონს დაამთავრებდა ტულუზაში და სეზონის მერე ესე იგი უერთდებოდა საფრანგეთის ნაკრებს და იქ რაღაც ჩემს ვარჯიშობდი რაღაც აუძზე, რაღაც ბურთის როლაზე, რაღაცებს ვაკეთებ ვარჯიშის მერე და ხშირად ასეებს აკვირდებოდა, მე მეკითხებოდა ამას რანაირად აკეთებ იმას და რაღაც 1-2 თვის მერე ამნაირად შემოთავაზა რომ სეზონის ბოლოს თუ ამთავრებ, ესე იგი ამას რაღაც აქვს სათამაშო კარიერასო, თუ შეგიძლიაო საფრანგეთის ნაკრებში რომ შემოგვიერთეო და ორნოვრები ავარჯიშო ტექნიკაზეო და პლუს როდესაც აღშეკრება გვექნება, იქ აუძეც იმუშავებო რა. ახლა რაღაც კარიერას რო ამთავრებ და საფრანგეთის ნაკრებში კი მე თქვი რა, მაგრამ იქ შენ შესაძლებლობებს უნდა განსაზღვრო რა. კი მე ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე უფრო ვფიქრობდი, მე თქვი დაბალი საფეხურიდან დაწყებას ხო რა. და მას ნუ ეშინეო ერთ სიტყვით ჩვენო ანუ შენ იდეაში გადაწყვეტილი ქონდა რომ მე სამწმელო იმას გაყოლოდი ხო გადაწყვეტილი მქონდა რა იცი გარე რამდენიმე ესე იგი საფეხური გასავლელი რამდენიმე დონის დიპლომი ასე რომ ვთქვა და ეს რაც იყო საჭირო უკვე ასისტენტი რო ყოფილიყავი შეგიძლია მოთამაშე რო ხარ მაგ დროს ესე იგი ჩააბარო და ეს ქონდა უკვე გავლილი 2010-ში. ამიტომ ვიცოდი რომ უკვე ასისტენტად შემეძლო სამოყვარულო ან ნახევარპროფესიონალურ გუნდში მუშაობა. ამის მერე თუ გინდა უკვე რომ პროფესიონალურ გუნდში იყო ასისტენტი სრულყოფილი, მეორე დონის დიპლომი გაასაღები და მე არის მესამე დონე, სადაც უკვე შეგიძლია სანაკრებო დონის მწვრთნელი იყო უკვე და ამას ეტაპები ჭირდება რა არის ერთწლიანი სწავლა, ძალიან დატვირთული, თავის სტაჟირებით და მთელი ამით. მაგრამ შენ გადააბიჯე ფაქტიურად ხო და ამან ეს რომ შემოთავაზა მე უფრო სხვანაირად ფიქრობდი რა მე ვფიქრობდი რანაირად ისი ახლა ჩემი პროფესიით რეიქში ვიყავთ რამდენი ხანი ალბათ 14 წლის ვიყავი რომ ესე რომ მივედი რეიქში და ვიყავი 35 წლის უკვე მაშინ ასე 2011-ში და ახლა სულ ფიქრობდი იმაზე რომ მე თქვი ჩემგან ახლა რაღაც ბიუროში დაჯექი და სამ კაცთან ერთად ასე იმუშავე არ გამოვა იმიტომ რომ ამ რეებში რო ხარ დღეში გაქვს 60 კაცთან ურთიერთობა რა. მე გუნდელი, მწვრთნელი, რაღაც ახალგაზრდა მოთამაშე, ადმინისტრაციული ბიურო და ისე ხარ ამ ურთიერთობაში გამული იქედან მე იმაში ვეღარ გადახვალ რა. გამორიცხულია და თან ვიღაც მოთამაშეები მყავდა მეგობრები ჩემზე არდრე დაამთავრა რაღაც თქვეს რომ მე რეგი უკვე ყელში მაქვს ამოსული და რაღაც იქ მოგზაურობა უნდა მოვაწყო მსოფლიოს გარშემო ან რაღაც ბანკირი უნდა გავხდეო და 6 თვის მერე დაარტყა მსოფლიოს წრე ვთქვათ და დაბრუნდა და ბიჭო და ის გასახდელი აკლია მინდორი აკლია და ზოგი მე ბავშვთა ასაკში დაბრუნდა სავარჯიშოდ და მაინც უკან ბრუნდები რა იმიტომ რომ დიდი ხანი რო გაქვს ნაკეთები ეს საქმე გაკლია და მე თქვი ახლა მე სულ მაგას ვფიქრობდი რაღაცა დაადევი თავი და რაღაც იმის და არა მე თქვი უნდა დარჩე თან გიყვარს ამ საქმის კეთება და 2011-12 სეზონი იყო მთავრდებოდა საფრანგეთის ნაკრებთან გავაფორმე კონტრაქტი და ამ დროს გინოესიც იყო ესე გინოესი იყო ტულუზის ლეგენდარული მწვრთნელი და ამან იანიკ ბრუნდა გინოესმა მითხრეს რომ თანო ტულუზას სარაგო აკადემიას შეუერთდებიო როგორც მწვრთნელიო ყველა კატეგორიისო რაც ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ მინდოდა რომ ყველა ასაკში მქონოდა რაც გამოცდილება მიღებული. რომ იქ შეიძლება ფუნდამენტალური ცოდნა ხო, რომ თავი იცოდე რა ხდება იმაში, რასაც ქვია, ტულუზას ყავს იწყება რასაც ქვია 8 წლამდეთი. 8 წლამდე, 10 წლამდე, 12-მდე, 14, 16, 18 და მადის იმამდე 22 წლამდე ესპორამდე და ასე მომიწეს 2012-დან შეუერთე საფრანგეთის იმას რაღაცა ქვია სამწვრთნელო სტაფს და პარალელურად იმაში რაღაცა მუშაობდი ტულუზის აკადემიაში. ამ ტულუზის აკადემიაში ეცით გამოცდილებას ხვებულობდი ყველა ასაკის მოთამაშესთან და ვთქვათ ის 12 წლამდესთან როგორ უნდა იმუშაო, 14 წლამდესთან უკვე 18 წლამდესთან სხვანაირად. იქ იყო შერკინებაზეც მუშაობდი, აუცეს და მიწაზე თამაში ყველაფერს რა. და იქ უფრო ისა რაღაცა ქვია რა რამე იდეა თუ გაქვს თავში ან რაღაც სიახლე შეტანა გინდა ხო თან იქ ისეთ წვრილები მუშაობენ შენთან და რომელსაც თავის იდეები შემოაქვს იყო 2012-დან 2015-მდე აი ჩემთან ერთად მუშაობდა მაშინ ზავიე გარბაჟოზა, სედრიკ ეიმანსი, იქ ოლივიე მიორენი, მიშელ მარფენი და დავით ჟერარი და სულ ტულუზის ძველი მოთამაშეები მუშაობდნენ ყველა რა. და ამ ტულუზის ძველი მოთამაშეები რატომ მუშაობდნენ ახლა აკადემიის დირექტორი ვინც იყო ამ ბიჭებს შეეხმიანა ყველას და უთხრა რომ მოდით რა იმუშავოთ ახალგაზრდებთან თან თქვენი შეხედვა უყურეთ თან გამოცდილება აქვს და ამაცაც ტულუზის სიყვარულით კიო და აი ხალხი მუშაობდა რა ხა და აი უკვე ახლა ეს ფრანსუა კროსი ეს რაღაცა ქვია ეს ტამაკის 10 ნომერი შვილი რამოსი და ის შემოადგენლობა მაშინ იყო 16 წლამდე გუნდში.
იმ პერიოდში. აი ტულუზს ასე აკადემიამ გაზარდა, მე ესპორტიდან პირველ გუნდში. ასე უთქმულა და ხო, ასე სწავლა მოდის და ერთი სიტყვით ასე ვიმუშავე საფრანგეთის ნაკრებთან და ტულუზის აკადემიაში 2012-დან 15-მდე 15-ის სოფლიო ჩემპიონატი რო დამთავრდა მე მქონდა შემოთავაზება ლაროშელიდან და ზე რო ორი ყოსი ამ 4 წლის განმავლობაში 3 წლის თითქმის ძალიან ბევრი გადაადგილება მიწევდა რა ჩემი სამუშაო იყო ძირითადად 4 თქვა 2 ნომერი მყავდა რომელსაც კვირის განმავლობაში ერთხელ უნდა ჩავსულიყავ ყველასთან ინდივიდუალურ ტექნიკას სავარჯიშოთ. აი თქვა რაც ორშაბათს ჩავდიოდი პარიზში რასინგთან, სარზევსკი იყო, მე სამშაბათს მივდიოდი კლერმონ-ფერანში, 4 შაბათს მივდიოდი პერპინიანში და 5 შაბათს ტულონში. თითქმის მთელი კვირა მოზრა. და ნაკრების კანდიდატები ვინც იყვნენ, იმათთან ჩადიოდი. ყოველ კვირაში ჩადიოდი ინდივიდუალურ ტექნიკას მუშაობდი, პლუს თუ ამ გუნდში იყო 18 წლამდე და 20 წლამდე ეს ნაკრების უთამაში ფრანგი იმასაც ავარჯიშებდი, მე რაპორტს აკეთებდი ყოველი თვის ბოლოს ეროვნულ ნაკრების მშრომელებთან, ვინ როგორ რანაირად ამის თამაშებს უყურებდი, სტატისტიკას ანგარიშობდი, ყველაფერს და როცა შეკრებები იყო, თქვა ნოემბრის წესრები იყო და ესე იგი რაღაცა ქვია 6-ერი იყო, ამ დროს უკვე მასში იყავ რაღაცა ქვია ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყავ და იქ მუშაობდი მთლიანი დროით. ასე გავატარე და გავატარე 4 წელი ძალიან დამღლელი იყო. ეს ვიკითხავ რა. აი დამოკიდებულება შენდამი როგორი იყო? მაინც ახლა შენ მოთამაშე გასაგებია რომ რაც იყავი, მაგრამ მაინც რაღაცა უცხოტობელი იყავი, ხო? რაღაცა მეორე ტიერ 2 თუ მაშინ ხო? ტიერ 2. ხო, აი თვითონ დამოკიდებულება. შენელების გასაგებია, იმიტომ რომ იცოდე, აი მოთამაშეები. ხო, დამოკიდებულება ახლა როგორი იყო? ამ ბიჭებთან ურთიერთობა მქონდა ყველასთან კარგი. იყვნენ დასაგრით ჩემზე პატარები. და ეგ 2 ნომერი თვითონ რანაირად გიყურებს ცი აი ბურთის როლაში რაღაცაში ამაზე მეტი სიზუსტე თუ გაქვს უკვე პარტიის ხსენს და ჩვენი ახლა რაღაც სეანსები რო იყო აწყობილი სულ იყო ასე რა რაღაც ტექნიკას ასწავლით თავიდან თქვა ტექნიკურად ასე უნდა ქნა რაღაც ასე ვარჩევთ ასე იგას ვიდეო ანალიზს უკეთებდი რაღაც ამგენ სიურპრიზი იყო იმიტომ რომ იმ პერიოდში არავინ არ მუშაობდა ამაზე და მაგიტო დამაწყებია მე იქ მუშაობა იმიტომ ამათან არავინ არ მუშაობდა და რაღაც ესე სტატისტიკა იყო თითქმის 80%-ზე იყო ყველა 2 ნომერი იმაში რაღაცა ქვია სროლის სიზუსტეში და ნუ ეთქვი ამას ვარჯიშები ჭირდება რაღაც ასე ამ რაღაც ეტაპები დავყავით და მივა მე თქვი უნდა აცეს 95%-ს ხო და ეს რო დავგვი თავიდან რომ მიდიხარ ანალიზს რო აკეთებ აჩვენებ რაღაც ფეხი ასე დადგი ხელი ასე ის გეუნება და ამ სეანსს რო ატარებთ მე სეანსის ბოლოს იყო სულ ერთ-ერთზე ნაშევთ რაც ვეჯიბრებოთ ერთმანეთს რა თქვა რაღაც 10 ბურთი და ვინ უფრო მეც მოარტყავს და ვინ უფრო მეც ჩასვამს და იმაში რომ მოუგებ ერთხელ მეოთხე მესამედ მე უკვე მორჩილა და აი შეკრებებზე რო ვიყავთ შეკრებებზე ქონდა სულ პატარა ჩელენჯები რა 3 იყვნენ მე მეოთხე მე ვიყავი და რაღაც 2-2-ზე 3-ზე სულ ერთმანეთს ვეჯიბრებოთ რა და ამ ჩელენჯში ყავს ახლა მე კარგად ვიყავი რატო იმიტომ რომ ახლა თქვა ამას რო რაღაც ის სიტყვაზე რო თქვა 100 ბურთი ისროლა ერთი კვირის განმავლობაში მე ხო ყოველდღე ვარჩევდი ამათ და რაღაც ხოც ბურთი და მიეცი მე იქ რაღაც პატარეს აკადემიაში ვარჩევ ხო მე გამოდიოდა 400-500 სროლა გამოდიოდა ბოლოს 2 წლის მერე ხელი ისე მქონდა რომ აი თვალ დახუჭოს რო გესროლა ბურთი აი კალად ბურთი რა ხო ეს მიდიოდა და ამ იმაში ვიყავ სულ და მე უკვე ხო რო ვითარდებდნენ და უკვე ხო უყურებ რა სხვა დოკუმენტებს უყურებ თქვა წვრილები როგორ მუშაობენ რაღაც ეს უნდა ქონდეს სულ რომ ახლა იმ მოთამაშე შტანგას აწევაში და 100 მეტრის და 10 მეტრის გაქცევაში ვერ შეეჯიბრები. რაღაც ამ ტექნიკურ რაღაცებში მას უნდა ეცადო რომ თითქმის მოთამაშის დონეზე იყო რომ რაღაცაში რომ პატივისცემა რომ დაიცამა კონდეს და სულ იცოდეს რომ ეს რომ მასწავლის იმიტომ მასწავლის რომ იცის თუნდაც და თვითონ აკეთებს თუ არა ახლა ის რომ უთხრა რომ ასე და შენ ვერ აკეთებ და გეტყვის რომ აი თუ მაგარ შეშენ თუ ვერ შვები ხო მე რატომ მასწავლე წავედ ლავაზალო წავედ ერთსი და ამას ამ სოფლიო ჩემპიონატს 2015 სოფლიო ჩემპიონატს მოვრჩით რომელიც ასე ის დაღლილი ვიყავი უკვე და
ხანდახან პარალელურად მიწევდა რამდენიმე კლუბში მუშაობა. საფრანგეთის ნაკრებში რომ მუშაობდი, ესე თუ ვინმე იყო ტრამვირებული, თქვა რაღაც მეუბნებოდა რაღაც ამ კვირაში არ შემიძლია ხუთშაბათს არ ჩამოხვალ, ამ დროს იყო ესე მონპელიე, რომელიც მაშინ იყო მარიო ლედესმა და ფაბიენ გალტია იყო მონპელიეში. და ამათო თხოვეს რომ ჩვენს ძალიან დიდი სირთულე გვაქვს ორ ნომრებთან და თუ შეიძლება რომ ჩამოხვდო და ავარჯიშო რა. მე ცალკე ლაროშელმა მთხოვა, კიდე კოლომე იყო და ასას ბევრმა გუნდმა მთხოვა რა და ახლა ყველგან ვერ ვახერხებდი და ვისანაც ვახერხებდი ჩავდიოდი ასე რაღაც ვარჯიშ სეანსს ვატარებდი პროტოკოლს უტოვებდი მე თქვა ასე ივარჯიშეთ ასე და ლაროშელმა მითხრა თუ შეგიძლია რომ 2015 სოფლიოს მე რომ 2 წელიო მოაწერო ჩვენთან ხელი და იმას κάνω რაღაცა ქვია რა ესე დარჩეო კლუბშიო რა მე საფრანგეთის რეგბის ფედერაციას ველაპარაკე ყველაზე უფრო იანი გრუსმანის ვინც მიყვანა და ამა მითხრა რომ თუ შენ ახლა წყნარადგინა რო იყო რაღაცა შეგიძლიაო წადიო კლუბშიო და ჩვენ როცა დაგჭირდება მაშინ დაგირეკავთ ეცით კლუბთან შეთანხმებას გავაკეთებთო და მოხვალ ნაკრებს ბიჭებთან ერთად თქვა ავარჩევთ მე წახვალ ოღონ ესენი უკვე ისეთ რისკში იყო ხო და უკვე ტექნოლოგიას რო გაუმჯობეს და უკვე შეგეძლო ვიდეო კონფერენციის გაკეთება და აღარ ჭირდებოდა ტელეფონით დარეკვა უფრო ადვილი გახდა რაღაც მასალას აწოდები რა უნდა ეკეთებიეთ და მოვაწერე მე 2 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ლაროშეში ხელი როგორც აუტის სპეციალისტმა 2 წელი ვიყავ ლაროშეში აუტის სპეციალისტი მე კიდე მოვაწერე 6 წელს ხელი რაღაც ასე მოხდა რომ პრეზიდენტს უნდა და ძალიან დიდი ხნით დატოვება სტაფის მე 6 წლიან კონტრაქტს მოვაწერე 6 არა 5 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი 2 წლის მერე ესე იგი ვიმუშავე უკვე შერკინება დამიმატეს და მუშაობდი აუტზე შერკინებაზე და ბოლო 2 წელი მთლიანად მქონდა ჩაბარებული ეს მორკინალები ასე ვთქვათ. ეს აუტზე რომ მუშაობდი, ერთი არის კაი ეს ხელის გავარჯიშება და ისა და კიდე არის აუტი ხო და იქ იმ დეტალებზეც მუშაობდი? ანუ ლიფტინგი როგორ ვიზე ააგდო, რა მოძრაობა და ასე შემდეგ. ხო, ამას ახლა მე იმის ტექნიკაზე და იმას ეს ერთია, მაგრამ იმის ირგვლივ მე იმდენი რამე შემოდის იმაში რაღაცა ქვია. თუ ახლა ვთქვათ როგორ რამე იყო რა პირველად რო ვიწყებთ მუშაობას საფრანგეთის ნაკრების ვიდეოანალიზს ვთხოვე რომ მე თქვი ამათი ბოლო 5 თამაშის რაცა აქვს ყველა ნასროლი აუტ ყველას გამომიგზავნე ცალ-ცალკე მე თქვი რა 5 თამაში არის რაღაცა 12 აუტ რო იყოს გამოდის 60 თითოეულს აი 4 კაცი არის 4-ჯერ 60 ბევრი არის და რა იყო ციამა მითხრა რომ სტატისტიკა აქვს ძალიან დაბალი უბრალოდ როლის რა და მე ამათ ვიდეოები რო ვიღდა ანალიზს გაკეთება რო ვიწყებდით იქ აღმოჩნდა რომ რა ვიღაც გუნდი თქვა რაღაც კომბინაცია დაავიწყდა მე რაღაცა და ეს როგორ იყო ცი ამას პირდაპირ ყონა ანგარიშები რომ ამის გაფუჭებული იყო ყველაფერი და ახლა ის გუნდს რო კომბინაცია დაავიწყდა ხო ამას რაზეთში და ამიტომ მე გადავახარისხეთ ყველაფერი და იქ გავაკეთეთ იგენ რაღაცა ქვია როგორ გითხრა შეფასების კრიტერიუმი ასე რომ ვთქვათ რომ ამის რაღაც სიზუსტეს რო ვაფასებთ უნდა შეფასდეს მაშინ როცა ბურთი ისროლა ყველაფერი გაკეთდა და მე ტრაექტორია რა იყო ნუ იქ მე იმასაც ნახულობ ვიღაცამ აწია რა წია თქვა დაცვა გამოუცნო და ბურთი წაართვა ერთ სიტყვით ყველაფერი შეგვიძლია ხო და ეს არის დეტალები რაც არის საფელო მუშაობა ხო აი მაგას რო გააგზელო ახლა შეიძლება მოგიწევს 1 საათი ლაპარაკი და ამაში ყველაფერი შემოდის და კაი რა იყო ცი რომ მე უკვე რო გადადიხარ აუტის მსვლელობას რო ვიწყებ თქვა და ლაროშეში პირველ 2 წელი რომ მქონდა ეს უკვე ისე ყველაფერი შესწავლილი რომ აღარაფერი არ გეპარება რა თუ გინდა დაცვაში შეტევაში მოწინააღმდეგის ანალიზში ძალიან ის იმდენ დეტალს აანალიზებ რომ ადვილად გამოდის ყველაფერი ნუ მე უკვე იმის ის მქონდა რაღაცა ქვია უკვე სირთულე რო არ მქონდა მე შერკინებას მივიმატე 2 წლის განმავლობაში და მე ბოლო 2 წელი მთლიანად ამ ესე მორკიდალების მწვრთნელი ვიყავ შერკინება მარტო სტატიკა სტატიკა ხო შერკინება იმას იმიტომ ანუ მოლზე არ მუშაობდი კი მოლზეც მუშაობდი აუტი მოლი მე ცალკე კიდე ნუ აუტი არის მთლიანად რაც დაცვა შეტევა მოლი მე მოლის მე როგორ არის ეს სიმართლე რო გითხრა ამ მას რაც მორკინალებს ვსრელო ხარ არა აქვს მნიშვნელობა შეკინებას აკეთება აუც აკეთებას აკეთება პარალელურად გიწევს მუშაობა დაცვის სრულთან პარალელურად გიწევს მუშაობა შეტევის სრულთან იქ მარტო არ ახარ ხო ნუ შენ მე გძელდება რა ხო შენს მე გძელდება და ოღონ შენი საქმე არის რომ პირველ შენი საქმე არის რომ ეს ბურთი თქვა სულთან მოგებული ჩამოუგდოს ხარნოს და ხარნოს გავზადო იმას ხო იმის იქეთ მე იმას მიხედავს ოღონ ახლა შეიძლება დაცვის სრულ გითხრას რომ ვიცი რა მე იმათ 22-ში სიტუაცია მინდა რომ 7 კაციან აუტი გავაკეთო
იმიტომ რომ იქ რაღაცა თქვათ ხაზში უფრო ძლიერები ყავს და თუ რაღაც პირველ ფაზაში სამგას ჩაუთრევთ და უფრო ჩქარა წავალ მხარეს რაღაცა უპირატესობას გავაკეთებთ. ან შეიძლება გითხრას რომ მოდი მე რაღაც 5 კაციან აუტოს გაკეთება მინდა. მაგრამ იმას შენ შეუუნები რომ იცი რა ტულუზას რო ეთამაშებთ 5 კაციან აუტოს ტოვებს 3-2 მეტრიანტებს. არ იქნება ჯობია ასე 6 კაციანი გავაკეთო ამაზე უთავთ ყველაფერს ამაზე მუშაობ ისე არ შერკინებიდან გეუბნება რომ თქვა დაცვისველი გეუბნება რომ რაღაც 8 ნომერი ძალიან ხშირად უტევს და რაც გზელ მხარეს და შენ 6 უთხარი რომ ვაჟ მიაკლავს თავს მიწოლაში ას ცალთვად ყურადღება გქონდეს ხო რაღაც ამას ხანდახან 11 ნომერი მოყვებაში გამხარეს და უთხარი რომ 8 შეავსოს და ყურადღებით იყოს და ну მუშაობ ორივესთან და მე რაც უფრო მეტ იმას იბარებ რაღაცა ქვია თქვა და შერკინებას თუ გაქვს და აუტოდან შერკინება პლუს იბარებ უკვე ორივეს უკვე ძალიან ბევრი მუშაობა გიწევს რა სალკე ამ შენ იმას რაღაცა ქვია შენი სპეციფიკა რაც არის პლუს მე დასუსტდა პლუს შეტევისწრებდა ну ახლა ზითად ნახულობ მაინც იმას რა იმიტომ რომ ხედვა ყველას ერთი აქვს ოღონ ახლა ამ ბოლო პერიოდში არც იმდენ დეტალებში შედიხარ უკვე და ის რთულად გიწევს მუშაობა რომ უკვე თუ ამ მორკინალებს წვრელი ხარ მთლიანად ესე თუ მთლიანად გაბარია ეს ყველაფერი მოლი ავიც ის მიწაზე თამაში რა კი დაცვის შეტევის იქ რაღაცა სამკაციანი ბლოკებით თამაში იმიტომ რომ ეგეც შემოც უკვე შენ იმაში რაღაც კომპეტენციაში რომ იქ სწორად სირბილი სწორად პასის მიცემა ზურგსგან პასის გატნევა იქ მე კომბინაციები რო გეთება სულ ყველა გამოცხადება უნდა იცოდე ხაზშიც წასხადებენ იმიტომ რომ უკვე შენი საქმე არის ამას უთხრა რომ თქვა ამ კომბინაციაზე პირველ ფაზაში აქ მიდიხარ მეორე ფაზაში აქ მიდიხარ ის აქ რჩება ის იქ რჩება შენი საქმე არის უკვე და უკვე ისე ქართულ არა ისე დატვირთული არ უკვე რომ თუ ამ საქმეს ესე გინდა რომ ამ მორკინალებს წვრელი იყო ასისტენტი უნდა ყავდეს ვიღაცა ვინც შერკინებას აკეთებს და ვიცი რომ იმას აქ მივარებული ამას აკეთებს ან ვიღაცა უნდა ყავდეს ვინც აუც აკეთებს და შეხედავ ეს და მე დანარჩენს შენ მიხედავ რა უკვე ხო ამ პერიოდში უკვე ორივე რო გააკეთო ძალიან რთული არის სტაფში ოპტიმალური ვარიანტი რამდენია მაინც აი იმაზე არ ვლაპარაკობ ეხლა მე ვთქვა ფსიქოლოგებზე და ასე შემდეგ მარტო აი სპორტულ ხარეს ვიც უყურებს შეტევა დაცვა ეს ყველაფერი ერთად ოპტიმალური რამდენია და 6 ალბათ რა 6-ია ბორდოს ვიყავით ბოლოს 7 მე მგონი რა იცი ბორდომდე მიდიე ხა ჯერ ლაროშელში ხარ შენ ხო არა ლაროშელში ვიყავთ 6 ხო ლაროშელში რა ხო ბოლოს ჩაგაბარეს ყველაფერი ბოლოს ჩამაბარეს ერთ სიტყვით ბოლო 2 სეზონი ერთ სიტყვით რომ დამთავრდა სტაფში მოხდა ცვლილებები მე ციტყვით მე ვისთან ერთადაც მუშაობდი ამ ორმა ბიჭმა დატოვა გუნდი და ეცით ახალი სტაფის წევრები იყვნენ მოსულები ამათ თავის ხედვა ჰქონდათ ესე ხედვა ჰქონდათ უფრო სამხრეთული რეგბის იმიტომ რომ ზელანდიელი იყო ერთი მეორე ირლანდიელი ეს ჯონო გიბსი და რონან ოგარა და უნდათ რაღაც სხვა რაღაცა სისტემაზე გადაწყობა უნდო აი ეს საფრანგეთის ტოპ-10 არის სპეციფიკური ძალიან ну იქ ეთამაშები ამ გუნდებს ამათ პრიორიტეტი არის რაღაც შერკინება აუტი და მე დანარჩენი და დაცვა აი ისა რაღაცა ფორმულა აქვს ასეთი რა რაღაცა იქ სტატიკა დაცვა და დისციპლინა და ამათ უნდათ რანაირად მეცია უფრო მეტი სკილსი უფრო მეტი ტექნიკა სუპერებზე უნდათ გადასვლა რა ოგარა მაგას აწვევდა იმიტომ რომ ოგარა მაშინ კრუზადერში იყო და კრუზადერსიდან ჩამოვიდა და ეს გიბსი მაშინ იმაში იყო რაღაცა ქვია ვაიკატოში იყო და ვაიკატოდან დაბრუნდა და ო არა და ეხლა საფრანგეთის რა პრინციპში ყველას გონია რომ ხელი თამაში და შამპან რაგბი და ეს გამო აფეთქებები რო ახოლმე და რომ არის მაგრამ ხანდახან არის ძირითადი ხაზი არის მაინც ეგეთი საფრანგეთს მოთამაშე რო ვიყავდა პირველ პროფესიონალ გუნდში რომ მოვაწერე ხელი ფორმულა დამდეს პირდაპირ წინ რა სტატიკა დაცვა და ის რაღაცა ქვია რა დისციპლინა სო იგებ ჩემპიონატს ახლა ამოთ უნდა სუპერებზე გადაწყობა მე სუპერები მე ძალიან მიყვარს უყურებ რა სულ უყურებ მე იქ არის რთული არის სპეციფიკურად თქვა და რაღაც ვერ გავაგებიეთ ამათ რა და უკვე რა იყო ცი ასე რომ მუშაობ თქვა ტოპ-10-ში იქ რაღაც დროები გაქვს ორშაბათ სამშაბათ კვირა ხო არის ამ კვირის განმავლობაში შენ სამუშაო დრო გაქვს იმაზე რაღაცა ქვია შერკინებას აუძე განსაზღვრული თქვა რაღაც ორშაბათს 20 წუთი იმიტომ რომ დაღლილია ყველა სამშაბათს 45 წუთი ოთხშაბათ დასვენება არის ხუთშაბათს 45 წუთი და საბოლოო ჯამში რაღაცა 2 საათ და 15 წუთი გამოგდის მთლიანად მუშაობა ამაზე რა ყველაფერს დანაწილებული გაქვს დრო იცი რომ 2 საათ და 15 წუთი მოთამაშე გებულობს რაღაცებს სარგე ვიდეო სეანსი გაქვს და ამათ ადგილზე 2 საათ და 15 წუთი შეკვეცეს 45 წუთზე
ესე უნდათ როგორ რამეცი აი ორშაბათს კაცო 10 წუთი საკმარისი არის იქ მე სამშაბათს რაღაც შერკინებას დაჭირდება რაღაც 10 წუთი აუძ 10 წუთი და ამას რო უხსნი ხო ვერ გებულობდნენ და სეზონის ბოლოს რო დავამთავრეთ და სტატისტიკა იყო ძალიან არასახერბიელო და აი ხო მე უკვე იანვარში რომ მიხვდნენ გითხრეს რომ იქნება დავბრუნდეთ უცველი მასეო მე რაღაცა გადმოვაწყვეთ ისევე ამ ჩვენ ძველ სისტემაზე გუნდი ოღონ ასე უბედურება შეგონთხვა 18 მარტს მეგონ გამოგვიცხადეს რომ კოვიდი კორონავირუსი არის რომ თუ კოვიდი თუ რაღაც ჟანდამავდა დახურეს ყველაფერი რა 18-ში გაგვიშვეს ერთ სიტყვით მე რაღაც მაისის ბოლოს გახსნეს ყველაფერი ჩემპიონატი განულდა და ესე როვილბერის სტაფში ავხდეთ მაინც რაღაცას როვილაპარაკეთ ამათ კიდე რაღაც ახალ სისტემაზე უნდა გადაწყობა და რაღაც თავისი იდეები ქონდა და მე უკვე 6 წელი მუშაობდი გუნდში ისეთ ფიზიკურადაც დაღლილი ვიყავი რაღაცა ეს კოვიდის პერიოდიც ისეთი ნაირი იყო და მე თქვი იმას ვკითხა რა 2 წელი მქონდა კიდე დარჩენილი კონტრაქტი და ეს გუნდის პრეზიდენტს ხო რომ მე თქვი თუ შეიძლება მიჩვენე მე თქვი რომ 1 წელი დასასვენებლად ჩემთვის ავიღო იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ მე თქვი მჭირდება რომ რაღაცა სხვა გუნდებში მივიდე ვნახო რა საკეთებენ და ჯანმრთელობისას მომხდება თქვა კიო მას შეთანხმებას მივახციეთ 2 წლიანი კონტრაქტი გავუწყვიტე და ერთი ვთქვით ერთი წელი მთლიანად იმასკენ რაღაც მიუძღვენი ასე რომ ვთქვათ თავიდან განათლებას იმიტომ რომ ტოპ 14 ისეთ სპეციფიკურია 26 თამაშობ ჩემპიონატის პლუს მაშინ იყო 6 თამაში ევროპაზე და მე თუ ფინალებში გადიხარ სადაც 33 თამაში გაქვს სათამაშო რა და ეს რაღაც წარმოიდგინე 33 კვირა პლუს მოსამზადებელი და რჩება 4 კვირა დასასვენებლად. და თან სულ ამ იმაში რო ხარ რაღაც სამუშაო პროცესში რო ხარ ხო ინფორმაცია არ გაქვს არც თუ სახში მიხვალ და რაღაც უყურებ თქვა თუ ინფორმაცია არ გაქვს არანაირი რა სხვა როგორ მუშაობს სიახლე რა შემოდის რაღაც დარეკავ რაღაცა შეეკითხე მაგრამ ეს დარეკვაც როგორ არის არც ძალიან ხალხ შემთვის ის მუშაობს. ამიტომ აბი 6 წლის მერე მე თქვი აუცილებელია თქვა და აი უკვე ეს პერიოდი რომ მორჩა, რაღაც საზაფხულო პერიოდი გუნდები რო იწყებდნენ, თითქმის საფრანგეთში ყველას შეუთანხმდი, ვინც მეღორი, ვინც ყავდა გუნდში და ას გავაკეთე ამ სამდღიანი ვიზიტი ბევრ გუნდში რა. ნუ ძირითადად საინტერესო არის სამუშაო დღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი. იმიტომ რომ ყველაფერი ხდება კვირის დასაწყისში. ორშაბათს ვთქვათ, განვლილი თამაშის ვიდეო ანალიზი როგორ აკეთებს, მომდევნო თამაში როგორ გეგმავს, რას აქცევს ყურადღებას, მერე ის აღდგენა როგორ ხდება, მეც სიტყვით სამშაბათს როგორ გეგმავენ, მე სამშაბათს ვარჯიშს გაყოფილი ვარჯიში როგორ დადება პრინციპები რა ქვია და მე 4 შაბათ დღეს ხშირად დასვენების თუ არ უკვე 4 შაბათ დღეს ვიღებდი თითო სტაფის წევრთან რაღაცა 1 საათს ვთხოვდი რა ვთქვა აი 8-დან 9-მდე ერთთან რაღაც ეგრე სამბავზე მე 9-დან 10-მდე 12-მდე ხო რო უკვე ამას როგორ აკეთო ხო ამას შენ რაც აკეთებ იმას დაჩვენებ იმიტომ რომ ახლა ის შენ მაჩვენე რას აკეთებ და მე არის პირველი აჩვენებ შენ აი მე თქვა ასე ვაკეთებ ასე რას ფიქრობ და ეს იმის საშუალებას გაძლევს რომ ჯერ შენი სამუშაო შეადარო თქვათ მის სამუშაოს სწორად აკეთებ არ აკეთებ აი თქვათ რაღაცა დაგაკდა ან რაღაცა თქვათ მისამატებელი ან გამოსაკლები ერთი კაი პროცესი არის რა ან რაღაცას დაახლოებით 14-ში 10 გუნდთან ვიყავი ჩასული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე პროდედუს გუნდებთანაც ვიყავი იმიტომ რომ იმათ ცოტა განსხვავებული ჩემპიონატი აქვს და იდეები იმათაც კაი აქვს უნდა ნახო იქ რა გეთება და ვიცი ინგლისში მინდოდა წასვლა მაგრამ კიდე ამ კორონის გამო იანვარში ჩაკეტეს მე გახსნეს და ერთი ამ საფრანგეთის იმაში გავჩერდი რა ერთი სიტყვით ამ ჩემპიონატში მე უკვე ესე იგი საფხულზე რაც რამდენიმე გუნდი გამოსცა საფრანგეთში მოლაპარაკები ქონდა დაწყებული და ლევან ყვაბერიძე ჩვენი მეგობარი დამირეკა და მითხრა ასე ვიცი გუნდს რო ეძებო და ზე შარკს ეძებსო შერკინებისო იმას რაღაცა კონსულტანტსო და თუ ხო არ გაინტერესებს წასვლაო და მე შარკს მეგონა ინგლისის კი მე თქვი ახლა ამ 14-ში ვიცი მე თქვი რა ხდება და შარკა ინგლისის ჩემპიონი თუ გამოჩნდა მაგას აჯობია თქვი წავალ რაღაც გარემო შევსვლი მე თქვი და თან სხვა იმაში მოხდები რაღაც ვიმუშავ არა ბჭოი კაც ინგლისის კი არა იმ სამფრაფრიკის შარკსი არის სამფრაფრიკის შარკს რომ თო ხო ეს სუპერები რომ მაგ დაგიტრიალდება უცებ რომ იქ მოთამაშეები ვინც ყავდა ეს ვენტერ აუ მე თქვი ახლა იქ მე თქვი ერთი 20 წუთი მაცალე მე თქვი 20 წუთი რომ ცოტა გადავხარშო მე თქვი რომ აი შარკსი როგორ ანაერთ იმიტომ შარკსი კაია რომ ახლა შენ ხო უნდა კონდეს იმის რაღაცა ქვია
შეგნება რომ სხვა სამყაროში მიდიხარ და ის უნდა განსაზღვრო რომ ამას მიუტან რამეს შენ მიეხმარებ თუ ვერაფერს ვერ მიუტან და წამოხვალ უკან და მე რაღაც ვილაპარაკეთ ერთ სიტყვით მე შარკის პრეზიდენტთან დამაკავშირა ნუ კაი მე თქვი თავიდან მე თქვი რო ვიცოდე ზუსტად რა ხდება როგორ არის თქვა და ამ შარკის პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რამე რომ უკან არაფერი არ არის რაღაცა ქვია საგანგაშო გაისიდან ვიწყებ თუ უერსეს თამაშს უერსეს ჩემპიონს შემოვერთენ უერსეს ჩემპიონატს უელსის ირლანდიის იტალიის და შოტლანდიის გუნდებს თამაშობენ და გვჭირდება ვიღაცა ვისაც ევროპული გამოცდილება აქვს ამ შერკინების დაუწევს იმიტომ ჩვენ ძალიან ისე ვართ რომ სუპერერს თამაშობთ და თავიდან ახლა ქარიკაპს თამაშობთ ესე იგი ივლისი-აგვისტოშიო და გვჭირდება ვიღაცა შერკინებაზე კონსულტაციას ვინც გაგვიწევს რა და შენ ბევრი არაფერი არ გექნება ვეც ჩამოდიო ის შეხედე რას ვაკეთებ რო ვაკეთებ ანალიზი გააკეთე რეპორტი გააკეთე და თქვათ მე სამუშაო პროცესში ჩაგდოთ თუ მოგეწონებაო და ჩვენცო თუ რაღაც მოგვეწონებიო მე ვნახოთ კონტრაქტზე ვილაპარაკოთ მე თქვი რა ახაც მასე არის უფრო ისე ხარ ამ შვილად კი ბატონო თქვა და ჩავალაგე ბარკი ბახან და 15 ივლისს შეუერთი შარკს რომელიც წელი იყო არ მახსოვს 2022 იყო მეგონი რაღაცა ასე 2021 ამდენი ხანი იმუშავე იქ 2 წელი ვიმუშავე შარკში ნუ შარკს შეუერთი ესე რო ჩავედი შარკში ეს დურბანი არის თვითონ ქალაქი გრაცებ რო გავარკვი მე დურბანი არის სხვა სპეციფიკური რა სპეციფიკური რატო არის ახლა არის ინდოეთის ოკეანის სანაპირო არის ძალიან დიდი საიმიგრაციო ნაკადი შემოდის და ამიტომ არა ოღონდ და რაღაც ძალიან კრიმინალურ მაშინ რაღაცა ქვია ამბავში არის მეორე ქალაქი არის სადაც ყველაზე დიდი პროცენტულობა ხდება ამ კრიმინალური საქმეების იოჰანესბურგის მერე და ეს მწვრთნელები რო ჩამოდიან ევროპელებს ძირითადად რაღაც 2 წელზე მეტი არ ჩერდება არც ერთი ჩერდები მითხეს რომ მაქსიმუმ 1 წელი იმიტომ რომ მარტო თუ შედიხარ კიდე თქვა რაღაც სტადიონი სახლის სტადიონი და არ წახვიდე არსად და ისე უსაფრთხოდ ხარ ნუ ოჯახთან ერთად ოღონ ოჯახთან ერთად თუ ხარ იქ უკვე რაღაცა შვილი რაღაცა სკოლაში მიდის ძალიან სახიფათო არა და ამას ვერ უძლებენ მე მიდიან რა და მე თქვი ახლა მე როგორც უცოლოს და უშვილოს პრობლემა აწუხოს თავარი გამოცდილება მიიღო თქვა ამ ქარიკაპის იმას შეუდექით თამაშს იქ როგორც აღმოჩნდა ესე მწვრთნელი იყო ეს ნიკისტერი ინგლისური ნომერი რო იყო რომელმაც დატოვა გუნდი და დაბრუნდა ინგლისში და იყო ასე რომ ვთქვათ ესპუარის მწვრთნელი ყავდა დამოყვანილი რომელიც მუშაობდა შერკინებაზე და პლუს აუძზე და კიდევ ვიღაც სპეციალისტი ჭირდებოდა რაღაც ერთი კვირის მერე რო შევხედეთ რაღაც აუჩის გვიჭირდა მე თქვი თუ გინდა მაგას შემიძლია მე თქვი რაღაცები რო გავაკეთო თქვა და ნუ საბოლოოდ მის აღმოჩნდა რომ რაღაც ერთი კვირის მერე მთლიანად ვიმუშავებთ აუძზე შერკინებაზე ახალი სისტემა გადავასწყვეთ რაღაც მოგრედ დაგიტოვე ხო კარგად და ამ ქარიკაპის ფინალი ვითამაშე ვერ ბლუზმა მოგვიგო მაგრად და მე გითხრეს თუ დარჩებიო რაღაც 3 წელი მეთქი 3 ძალიან ბევრი არის 2 დარჩები თქვი და 2 წლიან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი შეუერთით უერსეს და რაღაც ქარიკაპის დამთავრებდა 1 კვირის მერე უკვე უერსის ჩემპიონატში ჩავერთეთ პირველი სეზონი მე მეორე სეზონიდან უკვე ევროპის თასზე ჩაგვთეს ჩელენჯი ვითამაშეთ იმ წელს და ესე იგი ეს ჩვენი 2 წლიანი az მუშაობა რო დამთავრდა შარკსთან მეორე სეზონზე შემოგვიერთა იანიკ ბრუ ვინც საფრანგეთის ნაკრებში სამიყონა თავის დროს. ნუ იანიკთან ახლა კავშირი კონტაქტს უქონდა, სულ ლაპარაკობთ რაღაცებზე. თვითონ ამან მიცა შარკსის პრეზიდენტს რეპუტაცია კი რაღაც რეკომენდაცია ჩემზე, იმიტომ რომ შარკსის პრეზიდენტი ბიარიჩი თამაშობდა თავის დროს და მეგობრები იყვნენ. და იანიკი ერთ სიტყვით ბაიონში მუშაობდა 4 წლიან სამუშაო პროცესს მოჩა და ეს ისე იყო დაღლილი იყო და დასვენება მჭირდებაო და ამ შარკსის პრეზიდენტმა თხოვა რომ თუ ისვენებ არამედ 1 წელს დასვენებლად იღებო ჩამოდი აქო და ევროპას უერთდებით ჩვენო ევროპის ჩემპიონატსო და კონსულტაციის ამბავშიო ერთ სიტყვით კარგი იქნებაო რა და ამა რატომაც არაო წამო მე თქვი კაი სიტუაცია არის მე თქვი მაგარ მოთამაშეები არიან ჩამდა 1 წელი ამან ჩვენთან ერთად გაატარა 1 წლის მერე ერთ სიტყვით რამდენიმე გუნდმა ფრანგულმა შეთავაზა საფრანგეთში დაბრუნება. ამან აარჩია ბორდო. იმიტომ რომ ბიუჯეტი მოთამაშეები ყველაფერი სადაც მეტ პერსპექტივა იყო რეზულტატის გაკეთების და ის მითხრა რომ წამოხვალ ბორდო შეგნებს სულელად. მე თქვი წამოვალ თქვა იმიტომ რომ იქ უკვე ასე რომ თქვა ჩვენი ლიმიტი ამოწურული ქონდა. იმიტომ რომ კაი დაიცა ეხა ერთ წუთი ეხა იქ რა განსხვავება რა იყო ეხა ძალიან დეტალებში ნუ შეხვალა ეხა ევროპასა და სამხრეთ პირველად აი აქამდე როგორ მოვიდა ეს აფრიკა ყველაზე დიდი განსხვავება რაც იყო პროფესიონალიზმი
ყველას ახლა ვისაც ველაპარაკე ამ ევროპელ მოთამაშეებს აი საფრანგეთში ვინც ყავდა და ამათ შორის პროფესიონალებში განსხვავება არის ავი ცადა დედამიწა იყო იმ პერიოდში რატო იმიტომ რომ აი საფრანგეთის ჩემპიონატი დიდხანია სად იყო მეტი აფრიკაში რა თქმა უნდა აფრიკაში უფრო მეტი პროფესიონალები არიან ძალიან დიდ დონეზე ყავთ აყვანილი ეს რაღაც პირადი დისციპლინა ასე რომ თქვა დისციპლინა ხომ თავარი არის ის ფრანგია პროფესიონალი რაღაც ესე სულ გიჭევს ფრანგს აი ყველასთან კი არა მაგრამ უმეტესობასთან გიჭევს სულ იმაზე დავარო აი რაღაცა თქვა ვიდეო მონტაჟი გადმოვაგზავნე ანალიზ უყურე და ხვალ რომ მოხვალ ესე იგი მომიყევია რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ იქ რაღაცა საღამოს მწახვალ და რაღაცა ლუც მუდალეო რაღაცა სულ დისციპლინაზე რაღაც ივარჯიშე რაღაც ტრამვა რომ მოგდის ამას მიხედე და სულ რაღაცა დეტალებზე გიძევს შედავ და ამას არაფერს არ გიძევს შედავ ეს არის რაღაცა გაზრდილი ჯარისკაცი გამოდის იმიდან რაღაცა ქვია თავისი სკოლიდან იქ ესენ არის კერძო სკოლებში უმეტესობა მოთამაშეებს კერძო სკოლებიდან გამოდიან ალბათ შედის რაღაცა 8 წლის ან 6 წლის იწყებს სწავლას და 18 წლის გამოდის ჩამოყვანილი ჯარისკაცი ვარჯიში იცის რა უნდა ჭამოს იცის ეცი თქვით რანაირად უნდა გააკეთოს რეპორტი თამაშის დაწვა ყველაფერი იცის და ერთი რაც უნდა სავარჯიშოს უნდა მიცე რა რაღაცა ქვია მიმართულება უნდა რომ ასე იორჩიას დანარჩენს ასრულებს და არ ჭირდება არაფერს საუბარი ამათთან რა და მე რახთან ეს შარკს იყო როგორცი სპონსორი გამოუშვათ რაღაცა ამერიკული ჰოლდინგი იყო ძალიან დიდი და ყველა ნაკრების მოთამაშე ვინც იყო თითქმის ნაყიდი ყავდათ ერთ წით ადრე რა დახვდათ 11 მსოფლიო ჩემპიონი გუნდში რაღაცა ოქსიჩე ბონგი მონამბი ტომადიტუა ეცებესი სიაკოლისი პლუს ის იყო რაღაცა გრანტ უილიამსი ლუკანიოამი მაპიმპი აპელელფას ერთ სავსე იყო რა და ამას მიყოლებული კიდე იქ ვიღაცები ამათ რო ტოლს არ უდედნენ ისეთები რა ხო და ან ამხელა გუნდში რომ მიდიხარ ხო შენ იქ რო ავიცა კოლისის რო უხსნ რაღაცებს თუ არ გაქვს ხო და რა ქედი ჩაატარეს არა ხო იმათ კი ოღონ ამათ რა აქვს ესე წვრთნელა ისე დამოკიდებულება აქვს რომ აი რასაც ეს იმას აკეთებენ პირდაპირ რა ანუ ეს წვრთნეს ხო ავტორიტეტის რაღაც ეგეთი წვრთნელა ავტორიტეტი აქვს ისე ანუ უკვე იცის რომ უნდა დაგი რა ხარ შენ მოგიყვანეს მაგაზე სხვებმა იზრუნეს და შენ უკვე მაგათის ავტორიტეტი. ხო გენდობა. მე იქ თუ შეხედა ახლა რომ ძალიან რაღაც სულელები გააკეთე შეიძლება ესე გითხრას რომ გთხოვოს რომ იცი რა მოდი on ისე კაი ადამიანები არიან თვითონ ამ აი რეგბი რო აინტერესებს ნამდვილად და იმის იქეთ ძალიან ცოტა რამე რო აინტერესებს ხო ჩვენც იმხელა გაბოსილება მოგვიტანეს ამათმა თავის სამხრეთ აფრიკის ნაკრების რაღაცებს გვიზიარებდნენ და ჩვენ ასე ვაკეთებთ. ნუ ჩვენც ვეკითხებოთ ახლა ვარის რომ მორჩები ხო რაღაც წარწახში ხო რაღაც სულ ვეკითხებოთ ეს როგორ ხდება ხო რაღაც ბარბეკუ და რაღაცა. ან მაგას ხშირად ვაწყობდით და ეცი ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. ამათგან თვითონ სამწვრთნელო შტაბიდან ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, რასაც საფრანგეთში არ ვაკეთებდით. და ნუ ახლა ეს პროფესიონალიზმი, აი ერთ მაგალითად რო გითხრა, და რო ჩავედი, სანამ რაღაც მანქანას მომცემდნენ და რაღაცა სასწავლოში ცხოვრობდას ბინას, ერთი კვირა ხო დაჭირდა და მწვრთნელი იყო, რომელიც ახლოს ცხოვრობდა სასწავლოში სადაც ვიყავი და ხვალდილით მე გამოგივლი და წამოვიყვან ვარჯიშზე. კი მე რომელსაც მოხვალ და 5 ნახევარზე. 5 ნახევარზე აი ეს 5-ე იქეთ მე ვივარჩიებო და ერთ სიტყვითო ნუ ახლა იქ მე როგორ მზე ამოძდი ძალიან ადრე 4-ზე უკვე არის 30 გრადუსი სიცხე რა კი ბატონო მე ვთხარი ეს 5 ნახევარს დავხვდი მზად მივედი სტადიონზე და რაღაც მე ბიუროში შევედი რაღაცებს ვმუშაობდი ერთ სიტყვით და მე მანქანა რომ უცეს ისე ვიყავ რა უკვე რაღაც 6 ნახევარზე მივიდოდ სტადიონზე სულ რა ნუ ასე არის ახლა შენს და რომ მივიდოდ ბიუროში ხო არავინ არ ხვდებოდა აი ბიუროში და მე თქვი რაღაც სადა ვიცი რომ სტადიონზე არის მოსულები მაგრამ იქ არ მოდიოდა არავინ დარბაზში არავინ არა საერთოდ ერთხელ რაღაც 10 დღის მერე სტადიონთან მივიდოდ და ხედავს თავარცვლელი და ფიზიოზადის თვალწველი მორბის რა უკანა გავაჩერი მაგას სად მიხარ თქვა ჩვენ ასე დილას იქ 5-ე მანქანას ვაღებთ და 10 კილომეტრს დავრივართო რა სტადიონში და მე მიდიოდა და 7-ზე ამოდიოდნენ ბიუროში რა და თვითონ მოთამაშეები ახლა ის რაც აქვს ჯადენ ჰენდრიქსი და ის გრანტ უილიამსი ახლა საფრანგეთის ნაკრებში ვინც თამაშობს ხრონომები
დილის 5-ზე მოდიოდნენ და იწყებდნენ იმას რაღაცა ინდივიდუალურ ტექნიკაზე ვარჯიშს რა. ხანდახან სტადიონზე რომ მიდიოდი, ის გვერდზე ის იყო რა, ორი სავარჯიშო მინდორი არის, სანამ პარკინგზე შეხვალა, ისე არა. რაღაც ის ფეხის ხმა ბახ ჩამოვიდა. ორივე იდგა, ნახევარ საათ ფეხს ურტყავდა, მე ნახევარ საათ პასი, 6 ამთავრებდნენ, შემოდიოდა მე იმაში რაღაცა ქვია, გასახდეში რაღაც შეჭამდნენ. და უკვე 7-ს ნახევარზე გუნდს უერთებოდნენ, ვითომ არაფერი და მე მთელი დღეს გუნდთან ერთად ატარებდნენ რა. ასეთი ის აქვს რა, დამოკიდებულება აქვს სხვანაირი. ერთი არის რომ ღარიბი ქვეყანა არის, ძალიან პრობლემატური არის ბევრი რამე და რეგბი არის ალბათ სპორტი არის რაღაც ერთი გამოსავალი რომ ამათვის თვითონ ბიჭების რომ რაღაცა თქვა ამ სიღარიბეს მოშორდნენ, კრიმინალს რაღაცას და ეს სიტყვით თავის გატანის საშუალება რო გქონდეს ამ ქვეყანაში და ამიტომ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. ამიტომ დამოკიდებულება აქვს. ის დამოკიდებულება კი არ აქვს, რომ აი მე ხა მე ფეხი ვიტკინე და დავისვენე ფეხა და ხელფასი მაინც მომეცეთ რა. ხო, ეგ არ აქვს რა. ამიტომ პროფესიონალიზმი ოღონდ რამდენი საათი გამოსდით? აი დაუშვათ კვირაში მოთამაშეს ვარჯიში რა. აი დაახლოებით. ასე რო ვთქვათ, დილა იწყებოდა ვთქვათ აფრიკაში ვთქვათ დილას ვიწყებდით ჯერ 8 ნახევარს ქონდა პირველი ვარჯიში დანიშნული და მე ვთქვათ რაც გაყოფილი ვარჯიში იყო 8 ნახევარზე, იმიტომ რომ მე ძალიან სიცხე არის, რაც პერიოდი არის სიცხეების ისეთი რომ გვიან ვარჯიში არ შეიძლება რა. ამიტომ 7-ზე მოდიოდნენ, რაღაც სტრაპი გახურება, 8 ნახევარს ვიწყობთ გაყოფილი ვარჯიშს, ვამთავრებთ 8-ზე, 9 ნახევარს ვიდეო სეანსი იყო, 9-ზე იყო კოლექტიური ვარჯიში, რაღაც 1 საათნახევრიანი, მე ასე 11 ნახევარს უკვე მთავრდებოდა, ნახევარ საათი იყო სკისის მიცემული, ვისაც უნდა დარჩენა, უკვე 11-ზე ყველაფერი მთავრდებოდა, შევდიოდით, ჭამა იყო და 12-ზე იყო უკვე შტანგა იყო დარბაზში რა, იმიტომ რომ იქ უკვე იმას თავენ რაღაცა ქვია. მთელი დღე დაპირწოლია. კონდიციონერს თავენ ხო რაღაც ასე. 8 საათი შეუძლებელი. დაახლოებით 2 საათს მთავრდება სამუშაო დღე, ახლა ზოგი 6-ზე მოდის დილით და ზოგი 7-ზე მოდის რა. არის რაღაც ასეც და მე სახში მე ოღონ ეს ბიჭები ისე აფრიკაში შეძულო რომ ზოგი მე უკან ბრუნდებოდა რაღაც 4 საათზე შტანგის დარბაზში შემოპარული და კიდე ვარჯიშობდა მე თუ წად სახში რა არ შეიძლება არა ცოტას ასე არის და საფრანგეთის უკვე ბევრი გუნდი არ გადასული უკვე ამ სისტემას რა დილით ადრე იწყება რაღაც 2 საათს მთავრდება 2 საათს მერე ანთავისუფლებ მოთამაშეს სამუშაო დღე არის რა ის საფრანგეთში უკვე ყველა გუნდი მიხვდა რომ ის აღარა უკვე სისტემა რომ ას დილას ავარჩე წად სახში მე მობრუნდი და შუადღეზე ვარჩე აღარ შეიძლება ამიტომ სავარჩო ცენტრები აშენდა აგერ უკვე 10 წელია ყველა გუნდმა სავარჩო ცენტრი აშენა სადაც ყველაფერი ერთ წუთშია მოქცეული მოთამაშე მოდის დილით 7 საათზე იქ რაც ხდება რაღაცა ქვია საუზმე მონიტორინგს აკეთებს დილით დაღლილი არა დაღლილი როგორ ეძინა რაღაც სამედიცინო სტაფთან ერთად უკვე 9 საათიდან იწყება თქვა რაც კრება არის კოლექტიური დღის პროგრამას ასწრობ მე უკვე 10 ნახევარზე თქვა შტანგის ვარჯიში მე გაყოფილი მე კოლექტიური ამას შუაში რაღაც პატარა მაგას ჭამა აქვს ის პატარა და პირველზე მთავრდება, 2-ზე უკვე ჭამა არის, 2-ის მერე თუ ვინეს უნდა ექიმის ნახვა, რაღაცის ტრავმატის მას. პატარა ქარხნებია რა ესეთი რა, თავის სამუშაო ერთი სიტუაცია ამ სამხრეთ აფრიკიდან, ამ იანიკ უკვე 2023 იყო, ბორდოში მოაწერა ხელი, მეც მოვაწერე 4 წლიან კონტრაქტს ხელი, ამ იანიკმაც შეტევის სურვილი ყავდა ნოელ მაკრამარა, ძალიან კაი ბიჭი და თხოვე რომ მე თქვი, კაი იქნება თუ ამასაც მე თქვი ჩვენთან ერთად წამოვიყვან, იმიტომ რომ ერთად ხონდა უკვე მთელი 1 წელი ნამუშევარი და აი ჯობია რომ ჩახვიდე და დროზე შეუდგე საქმეს ვიდრე იქ რაღაცა გაიცნო და იმას რაჭკუაზე იმიტომ რომ ამ ბორდოს პრეზიდენტს თვითონ მოთხოვნა ჰქონდა რეზულტატს ის გუნდებს და რაღაცა თქვა ზოგ გაძლევს სამუშაოდ რაღაც პერიოდს ზოგ გეუბნება რომ მე რეზულტატს გაკეთებ და ახლავე და იცი რომ 2 წელი გაქვს მაქსიმუმ და 2 წელში რეზულტატი თუ ვერ გააკეთე ჩამოგართმევ ხელს კარგად ვწანდებოდე ფეგურში ვარ ცოტა წახვალ ამიტომ რო ვილაპარაკეთ მე თქვი უნდა ვეცადოთ რომ სტაფში იყოს რაც შეიძლება მეტი ხალხი ვისაც ვიზრუნოთ და იქ მე რომ ავდექი ფიზიოლოგიების თავარი მწვრთნელი ექიმები ყველა მასაჟისტი ვიდეო ანალისტი ყველა იყო თითქმის ესეთი ხალხი იყო ვისაც ვიზრუნოთ და ბორდოში მოგვიწია ძალიან ჩქარა ჩასვლან დაწყება იმიტომ რომ სეზონი დამთავრდა 2022-23 და 23-24 ვიწყებთ უკვე ბორდოში თან სოფლიო ჩემპიონატი იყო საფრანგეთში და ერთი ნაწილი ბორდოში წარდებოდა და
ესე იგი საფრანგეთის ჩემპიონატი ახლა როგორ იყო? 3 თამაში იყო თავიდან, მერე წყდებოდა რაღაცა 8 კვირა და მერე 8 კვირის მერე იწყებოდა კიდე გრძელდებოდა ჩემპიონატი. ამიტომ ეს ჩხარა იქ გაქცევა მოგვიწია ჩამოსვლა, იქ ორგანიზება რაღაცების, გუნდი დასრულებულად იყო წასული ჩვენ მთლიანი წლის დაგეგმვა, მერე სათამაშო პროექტი, მერე თავის სექტორში ვირას აკეთებს ერთმანეთის გაცნობა და უცებ ეს ბიჭები დაბრუნდნენ ამ შეკრებიდან და ჩხარა მუშაობის დაწყება. ოღონდ ახლა იქ გუნდი იყო ხო ზოგ დაღლილია სანამ შეეგუება დიდი პროცესი იყო რა. პირველი 3 თამაში თამაშით რაღაც შედეგ გავაკეთეთ, მერე უკვე 2 კვირა დასვენება ჰქონდა, მერე შევდექთ სამუშაო პროცესს და ეცით პირველი სეზონი ძალიან რთული იყო. სოფლიო ჩემპიონატის მერე მოგვიწია დაახლოებით 17 თამაშის თამაშმა. მე ჩვენ რო შევხვდით ბორდოში, აი ეგ პერიოდი. აი პერიოდი. ამ სოფლიო ჩემპიონატის მერე 17 თამაში იყო ზედიზედ. 17 თამაში ზედიზედ არის, ესე იგი დაახლოებით 4 თვენ ნახევარი თავს ვერ წევ ბიუროდან რა, რაღაც ვიდეო ანალიზი მოკლა რა ამა და ევროპაზეც კარგი შედეგი გავაკეთეთ ჩემპიონატში და სეზონი რო დამთავრდა, რაღაც იქ მე მგონი ჰარლეკვინსმა გამოგთიშა მეოთხედ ფინალში ევროპაზე, იმიტომ რომ რაღაცი კონცენტრაცია რაღაც მაინც გუნდი ისე იყო, რომ რაღაცები მთლიანად არ დაგვიჯერეს რა. არ დაგვიჯერეს ახლა რა ვთქვათ, ვეუბნებოდით რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველ-მეორე ადგილზე იყო დამთავრება აუცილებელი, იმიტომ რომ ყველა თამაში ღებულობს სახში და უფრო ადვილი იყო ფინალში გასვლა. საფრანგეთის ჩემპიონატში ტოპ 14-ში 6 წლის სტატისტიკა ჰქონდა აღებული და ბოლო 6 წლის სტატისტიკით არავის არ ჰქონდა, არც ეს გუნდს არ ჰქონდა მოგებული ფინალი, ვინც გასული არ იყო ამ პირველ ადგილზე ან მეორეზე. მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ვინც გააგებს, იმიტომ რომ მეოთხე ფინალს თამაშობს, პირველ-მეორეზე გასული ისვენებს. ამიტომ უნდა გასულიყავთ პირველზე ან მეორეზე, საჭირო იყო 78 ქულის აღება. სტატისტიკა გაჩვენებს, რომ 78 ქულა თუ გადახა პირველ-მეორეზე და ეს იმის საშუალებას გასცემს, რომ ევროპის თასით თამაშო. და თუ იქ არ ხავანს ჩათვალე რომ გაგიჭირდება ძალიან. ამიტომ ამ ბიჭებმა რაღაც ის თამაშები წავაგეთ სახში, რაღაცა არ უჩს არაფერი, რაღაც მესამეზე თუ გავალთ, მაინც რაღაც გავაკეთებო. ევროპაში, ევროპის თასი მეოთხედ ფინალს გამოვეთიშეთ და დარჩენილი იყო სადაც დაახლოებით 3 თამაში ჩემპიონატის, სადაც შეგვეძლო ქულების აღება და მეორეს დამთავრება. და იქ რაღაც შეცდომების გამო და რაღაც მოთამაშეების შეიძლება ჩვენს დავაკელით რაღაც ცოტა აღმოჩნდით მესამე ადგილზე. გაგვიმართლა ახლა რაში? ეს ნახევარფინალი იყო დანიშნული ბორდოში. ამიტომ მეოთხედ ფინალი რო ვითამაშეთ და მოვიგეთ რასინგს მოვუგეთ, ნახევარფინალი სახში იყო რა. და ამ ნახევარფინალში ამ დაღლილმა გუნდმა მაინც რაღაცნაირად მოახერხეთ და საფრანგეთს მოვუგეთ. ფინალში უკვე აღმოჩნდით ტულუზასთან. და როგორც ვიცოდით, რაღაც მეოთხედ ფინალი, ნახევარფინალი გამოვლილი, გვეგონა რომ ამას რაღაცათო მაინც ვითამაშოთ და წავაგეთ რაღაც 63-0 მე მგონი, რეკორდული ანგარიშით წავაგეთ ფინალი იმაში რაღაცა ქვია რა, საფრანგეთის ისტორიაში. ახლა ეს სტაფისთვის არის ძალიან რთულია რა, თამაში დამთავრდა 60 ქულა მოგიგო, ჩათვალე რომ რაღაც 30 წუთს მერე ქრონომეტრს უყურებ, როდის დამთავრდება თამაში. იყო 51 წუთი მე-60-ზე და ძალიან რთული არის. ამიტომ მე მეორე სეზონზე მოგვიწია კიდე თავიდან გადაწყობა, იქ ფსიქოლოგის დახმარება დაგვჭირდა, იმიტომ რომ რაღაც ფსიქოლოგი ოღონის კი არა, ნაირის არ არის რაღაც შენ მთლიანად გუნდს რო რაღაც სხვა იმაზე სხვა რეგისტრზე რო გადაყავს. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგას ვიძახით რამდენი ხანია. ამან ძალიან მოგვეხმარა, იმიტომ რომ იქ რაღაცები იყო, წონასწორობა იყო რაღაც დასაცავი ლიდერების შორის, ის ლიდერები არ იყო, რაღაც ჯგუფები იყო გასაკეთებელი და ამათ ასე ერთმანეთში რაღაცები გასარკვევი ჰქონდათ, ლიდერი რაღაც სიტყვის და შენ რო უნდა გჯერავდეს ლიდერს, წვრილი აძლევს ინფორმაციას და ეს ამან დაალაგა და უკვე მეორე წელს ესენს მიხვდნენ რომ ის ფორმულა რაც იყო პირველ-მეორეზე გასული და აქეთაც პირველ-მეორეზე დამთავრება საშუალებას რო გაძლევდა რომ ევროპაზე თამაში და ჩემპიონატში თამაში შეგვიძლია, ეს უკვე გათავისებული ჰქონდათ და ის მიუყევით პირველზე დავამთავრეთ, ეს რაღაცა ქვია ევროპა, ესე იგი ჯგუფურ თამაშებში და მე სიტყვით მეოთხედ ფინალი ნახევარი და ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ და საფრანგეთის ჩემპიონატს ის მეორეზე დავამთავრეთ და საბოლოოდ ტულუზასთან მოგვიწია ფინალის თამაში სამწუხაროდ დამატებით დროში მეორე აწუთში რაღაც ორი შეცდომის გამო ორი ჯარიმა და ფინალი წავაგეთ. რეზულტატი გაკეთდა, ასე რომ ვთქვათ, პრეზიდენტს რაც ჰქონდა დაგეგმილი ის რაღაცა მოგება, ასე ვთქვათ, მეოთხედ ფინალი და ასე რომ ვთქვათ, ფინალი პირველ წელს, მეორე წელს ორი ფინალი, ესპუარი, ესე იგი 20 წლამდე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა იმ წელს და ქალთა გუნდიც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
ასე ვთქვათ, რეზულტატი გაკეთებული იყო. ოღონ ამ 4 წელი მე თვითონ პირადად ამ 4 წლიანმა სამუშაო პერიოდმა იქ აფრიკაში თან აფრიკა დამავიწყდა, რომ თქვა, იყო ძალიან რთული აი წასვლა ევროპაში, ამ უერსეს თამაშებს ხო თამაშობდით. გიწევს ის 20-25 საათიანი ფრენა. ჩამოდი, ითამაში რაღაც 3 თამაში დაბრუნდი, მე ევროპის თამაშს ჩამოდი. ეს არის რაღაცა უსასრულო წადი წამოდი რა ეფრენებ. მეორე სეზონს კიდე ამას ევროპის თასს რომ მიემატა, რაღაც მოგვიწია დაახლოებით 14-ჯერ მოგვიწია გამოფრენა. ძალიან დამღლელი იყო რა, ფიზიკურად ძალიან დამღლელი ვიყავ. მე ჩქარა წამოდი საფრანგეთში და ამ ტოპ 14-ში ორი ამ ხო დაუსრულებელი სეზონი და там ყველაზე რთული იყო ხა მეორე სეზონში. ეს ორივე ჩემპიონატი ხო ბოლომდე ვითამაშეთ, მიდი ფინალამდე. 38 თამაში გამოვიტანა თამაშები რა. 24 იმაში რაღაცა ქვია ჩემპიონატში. პლუს ნახევარფინალი, პლუს ფინალი, ესე იგი 28 და 4 თამაში იმაში რაღაცა ქვია ევროპის და მერვე ფინალი, მეოთხე ფინალი, ნახევარფინალი, ფინალი 8 იქეთ. თუ 36 გამომიგონა 26 და აი როგორ ვიყავ ისი ფიზიკურად, ხო დაღლილი ვიყავ. ეს აზროვნებითაც უკვე ძალიან მიჭირდა რაღაცებს აზროვნა და სულ გეძინება და სულ ისე ხარ და მე თქვი მე რას თუ გავაგზელე მე თქვი ხო გამიჭირდა ძალიან და მე ერთი თვით რაღაც პატარა პერიოდი მქონდა რაღაც ვირუსი შემეყარა და პრობლემები მქონდა ჯანმრთელობის და მომიწია გაჩერება. რამდენიმე თვით ამ გაჩერების პერიოდში შონ სოვერბი იყო იმის რაღაცა ქვია აუტის სპეციალისტი, ვინც მოვიდა ჩვენთან ბორდოში და იმუშავა, იმიტომ რომ მე ამ მუშაობა არ შემეძლო. და სეზონი რო დამთავრდა, მე ამიანი მითხრა რომ მინდაო რომ ეს დავტოვო, იმიტომ რომ რაღაც გაიდები აქვს მუშაოსო და ერთადო კარგად გამოგივალ სამუშაო პროცესში და მე უთხარი რომ მე თქვი მე ისე ვარ ახლა დაღლილი მე თქვი რომ კიდე ერთი სეზონი რო ჩავატარო, შეიძლება საერთოდ არაპროდუქტიული იყო მე თქვი მუშაობაში თქვა და მირჩევნია მე თქვი რომ გავჩერდე, აი როგორც ლაროშელიდან გავჩერდი ერთი სეზონი, რაღაც 4 ძალიან რთული სეზონი იყო, თქვი გავჩერდე რაღაც ერთი წელი. რაღაც ენერგია, ცოტა ჯანმრთელობას მიხვდა, ჩემ თავს მიხვდა კიდე პლუს ასე გუნდები ვნახო და მე თქვი ერთი წლის მერე დაბრუნდები სამუშაო პროცესში, ესე ვთქვა. გუნდთან ერთ სიტყვით მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, ყველაფერი კარგად დასრულდა და რაღაცას მე საქართველოში წამოვედი, ცოტა ხნით მომიხდა დასვენება, მე დავბრუნდი საფრანგეთში და ნოემბრიდან ისევე აი ეს გუნდებში გავაგზავნე ჩასვლა უკვე ინგლისში შეიძლება წასვლა, ირლანდიის გუნდებში ვიყავი, იტალიის გუნდებში ვიყავი, რაღაც ეს სამუშაო პროცესი ვნახე. როგორ აგეთქვა ყველაფერი კაი იყო, დასვენებაც მომიხდა და ერთი სიტყვით რაღაცა იანვრიდან უკვე კაჭის ველაპარაკე, მითხრა რომ ასე რაღაც პრობლემები არის მოსაგვარებელი ამ საფრანგეთში ჩვენ მოთამაშეებთან და კლუბებთან, იმიტომ რომ რაღაც სულ პრობლემა არის, როდის მოდის მოთამაში, გუნდი უშვებს, არ უშვებს, რაღაცა უნდა წამოსვლა, არ უნდა, ეს პრობლემატური საკითხი არის. ჩვენ დროსაც იყო, ახლაც არის. ესე იგი, აქვსენტის ბიოგრაფია ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ იძულებული ვართ გავწყვიტოთ ეპიზოდი, ძალიან რო არ მოგაბეზროთ თავი და ამ ეპიზოდის გაგრძელებას შემდეგ შემოგთავაზებთ. გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, აქვე არის ჩვენი დონაციის ანგარიში. მომავალ შეხვედრამდე.